გადავიდეთ თამაშს. მოდი რა, რადგან ახალი წელი ჯერ კიდე ის არის, შემორჩენილია. უცნაური საახალწლო ტრადიციები მოვიძიეთ, ცოტა უცნაურობები ჩვენ დავამატეთ და კითხავთ. გეტყვით უпростоრად, რომ ასეთი ტრადიცია არსებობს, თქვენ უნდა მიხვდეთ, მართალია თუ ჩვენ მოვიგონეთ. სანამ დავიწყებთ, რამე ტრადიცია თუ გქონდათ ჯანელიძეებს საახალწლო? არაფერი ისეთი განსხვავებული სხვა გვარებისგან, ვინც ჩვენ კორპუსს წვევდა. უბრალოდ რაღაც ეს საბჭოთა კავშირი და ინგრა და იმერეთიდან ერთ-ერთი პირველი იყო იმერეთი, საიდანაც რუსულ ბაზები გავიდა. და ეს რუსული ბაზის გასვლა ნიშნავს, რომ რეალურად გადის ჯარისკაცი და დანარჩენს ყიდიან. თუ ვინმე რამეს იყიდის, ჩამოწერენ რაღაცა. მათ შორის აეროდრომი გაყიდეს გასაშლელი და მთელი ამბები იყო და მამამ ჩემმა მოათრია მაშხალა რა, სასიგნალო მაშხალა. და თავისი რა 5 ტყვიით რაღაც მომაგრება და ახალ წელს გავისროლეთ ერთ ახალ წელს ჩვენმა ოჯახმა ის ახალი წელი იყო განსხვავებული რომ მაშხალა ყო სხვა და აუ გაანათებდა სულ გაანათებდა ყველაფერს ის არა სხვათა შორის ისეთი სროლა იყო ქალაქში რომ არაფერი არ გამოიჩევა ერთი მაშხალა მიება შეიძლება ვიღაცა RPG-საც ისროდა მაგრამ არ გახსოვს ეგ პერიოდი იყო რომ ავტომატების კაკანი იყო RPG ზუსტად არ ვიცი რომელია მაგრამ ყველაფერს ისროდა მამაც ბევრი იყო და ბევრი რამე ბევრნაირად ანათებდა კაი დავიწყოთ სხვათა შორის სადო ვიტყვი რომ მესამე წელია ჩემ მშვიდობთან მას თქვენი შეუძელი შეთანხმების მიღწევა რომ აღარ ვისვრით ამ ბათქაბუთხა რაღაცებს ჩვენც ეგრე დაახლოებით 3 წელია არის თუმცა ძალიან მიყვარდა მაგრამ ცხოველების რაღაც ეშინიათი ხოცებიან აქედან გამომდინარე მე ძალიან პრაგმატული მიზეზით და მამი მეთქი რატო დავისროთ სხვა ხო ისროს და თუ სილამაზეა დავინახოთ კიდე ეგ ერთი და მეორე იმდენი კორპუსი აშენდა ვაღარც ჩანს უკვე აი აივანზე გამოვდიოდით ხოლმე პირველ სართულზე ვართ და ვიყურებოდით საჭი და ჩანდა და წელს შარშანდელი ახალი წელს წელს აშენდა კორპუსი და უშენეს წინ ჯუნგლები აღარ გავუწდა ხო ეგ ორი პრობლემა გაქვს ხო არ ჩანს და კორპუსია ხო კაი უცნაური საახალწლო ტრადიციები სამხრეთ ამერიკაში ქონიათ ახალი წლის ღამეს უმეტესობა იცვამს ფერად იმას საცვლებს ტრუსებს მართალია თუ არა სამხრეთ ამერიკაში მაგ დროს არის ზაფხული და რავი ფერად ჩაიცმევენ ტრუსებსაც ალბათ კი მართალია და ესეთი კი მართალია ასეთი ახსნა წითელს რო ჩაიცვამ აუცილებლად გაგიმართლებს სიყვარულშიო ოქროს ფერი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს თეთრი ფერი კი ურთიერთობაში ჰარმონიასა და მშვიდობას შემოიტანსო. ტიპური სამხრეთ ამერიკა არის რა. შემდეგი პერუში ქონიათ ჩხუბის ფესტივალი. საახალწლოდ. ხო, საახალწლოდ უნებრივია. მართალია თუ ტყუილი. ეს ჩხუბი რაღაცნაირი ზოგადი სიტყვა არის. რამე წესები არა აქვს მაგ ჩხუბი არ კარატეც ჩხუბია და ეს ტაეკვონდოც. ხო და აი რომელი ჩხუბი. ხელჩართული ჩხუბი. ხერხერჯართული ჩხუბიც ბევრნაირი. ამიტომ არ იქნება ბატონო. ხო, არა, მართალი ყოფილა და ახსნა აქვს ასეთი, რომ პერუში ახალ წელს მეგობრები ხელჩართულ ბრძოლაში ებმემიან, ხოლო ამის შემდეგ ახალი ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას და ყველანაირ წყენას ივიწყებენ. ვაუ, ნახე. არის რაღაცა რესტარტის. ხო, ქანები ჩვეულებრივ რესტარტია, კი. შემდეგი არის ვარ დავცხოთ შემდეგ ახალ წელს ვიღაც. მაგრამ რომ მომერიონ ფინეთში ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსი მტვერსასრუტით წრეებს ურტყამს მთელ სახლს რომ ცუდი ენერგია მთლიანად შეიწოვოს. არა მგონია ეგ მტვერსასრუტი ახალი გამოგონება ძველი ტრადიცია ვერ იქნება. სად დაგვიჭირა? აი რას ნიშნავს გამოცდილი, რასაც როდის ვთამაში. ტყუილია რა თქმა უნდა. შემდეგი პუერტო-რიკოში აქვთ ჭიქა წყლის ფანჯრიდან გადაგდების ტრადიციაო. ეს ჭიქიანა? ხო. მეს რო დაეცეს. შეიძლება გადაიხედავენ, დაინახავენ რომ არავინ არ არის, ან სხვა პუერტო-რიკოელიც ამ დროს სახლშია და ჭიქას ისვრის. გამორიცხული არ არის. ჩვენ ისეთი სასტიკი იმიდან მოვდივართ. სამყარო. სასტიკი ურთიერთობებიდან.
მაგრამ მაინც მგონია რომ არ არის. ესეც მართალი ყოფილა და ასეთი ახსნა აქვს, რომ ბოროტის სულებისა და ნეგატიური აურისაგან თავის დასაღწევად წყლიან ჭიქას აგდებენ ფანჯრიდან. და სახშივე რომ დაფშვნან. ავი რას გაუგებ პუერტო-რიკომელი. რატო კლავ ვიღაცას? მერე იშუშაუ დააკრიფო, ვიღაცა შეიძლება ხელი გაეჭრას, ფეხი გაეჭრას. ცუდი ტრადიცია. არა, შუშა კაი. თუ მან ჩემი აზრით პრობლემაა თავში არ მოხდეს, თორე ჩვენ ხო გვაქვს თებშებს რო ხო, ქორწინების დროს. მაგრამ ის ძირდებს. ზემოდან ფრენავის სავსე ჭიქა არ არის. არც თუ სასიამოვნო მოსახვედრი იქნება. ნაბიჯების მთვლელი მამა ჩრდილოეთ კორეაში ახალ წელს მამას სერიოზული სახით ითვლის შვილების ნაბიჯებს, რომ ნახოს ვინ რამდენად შორს წავა ცხოვრებაში. მართალი არის თუ არ არის, მაგრამ უხდება ჩრდილო კორეას, ან რამე ის კი არ მონაწილეობს ნივთი. აი, სიღატაკეს უხდება რაღაცნაირად. მაგრამ ეგ ინფორმაცია იქიდან არ გამოვიდა. აი ეგ კაცალსახატო. ისევე როგორც სხვა ინფორმაცია. ამიტომ გონია რომ არ არის მართლა. უბრალოდ არავინ არ იცის მართალია თუ არა. შეიძლება მართალიც იყოს. შემდეგი ასეთი ტრადიცია ბელგიაში ახალ წელს ძროხებსაც ულოცავენ. რატომაც არა? მე რომ ყავდეს ძროხა, მარჩენალი ძროხა. აი ზუსტად ეგ არის. როგორც იმას ყავდა 16 აღაიშვეს მარჩენალით ხა? მე 15 ძროხა თუ ყავს ხოლმეც მოიწველება. მაგაზე უკეთეს ვის კი, არც ერთ ფერმერს არ აუწყდება თუნდაც რომ ძროხებს ბედნიერი ახალი წელი უსურვოს. სხვათა შორის გულში მკითხულობდი 450.000 მეწველი ძროხაა საქართველოში და რძის დეფიციტი გვაქვს სადაც 35%. ისრაელში ყავთ 150.000 მეწველი ძროხა, საკუთარ მოთხოვნილებას ხომ მკლავდებიან და გააქვს კიდე რა. იმედია ჩვენთანაც იქებ დაიწყონ მილოცვა და უშველოს, მაგრამ არ ვიცი. მაგაში თუა პრობლემა. მილოცვა არა მგონია მან. ჩემი ჯერია ახლა? კი. უნგრეთში ახალ წელს საგრძაულია სარკეში ჩახედო პირველი 10 წუთის განმავლობაში. რამე პარლამენტმა მიიღო ეგეთ კანონი. იმით ტრადიციებით რაღაცა შეიძლება უკავშირდებოდეს და იყოს, მაგრამ ეგეთი კანონი არის არსებობს. ის პარლამენტის თავმჯდომარე რო აწეს ხელს და მე პრეზიდენტი რეზოლუციას ადებს. ეგეთი კანონი დარწმუნებული არ იქნება. ბოლო ლადო მიდდა. ბოლო, ხო, ტყუილია რა თქმა უნდა. ეგ და ახალი წლის ღამეს კოლუმბიაში ცარიელი ჩემოდნით დარბიან სახლის გარშემო, ან ეზოში. შეიძლება. კი. და ეს ნიშნავს, რომ ცარიელი ჩემოდნით სირბილი იმიტომ აკეთებენ, რომ თუ გსურს მომავალ წელს ბევრი იმოგზაურო, შუაღამისას ცარიელი ჩემოდნით უნდა ირბინო ეზოს ან უბნის გარშემო. გვეცადა ეგ. სხვათა შორის მე როგორც ეხა ვატყობ, მარტო ჩვენ კი არ კარგავთ ტრადიციებს. კოლუმბიელები, კოსტარიკელები და ყველა კარგავს. არა მგონია ეხა ახალწელს ბევრი გვენახა იქ. ბოგოტას ქუჩაში რო დარბის ვიღაცა ჩემოდნით. ვენესუელელები ნახდათ არ ირბედნენ მით უმეტეს. მე რაზეც წდება გული, ჭიაკოკონობის ტრადიცია რო აღარ არის, აი ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. როგორ გეკადრება სურამში არის? სურამში ეშა თბილისში საბურავებს წავდით ხოლმე, კი იქ ჩოლებოდა იქაურობა. საბურავებს შეშა. ყოველთვის საბურავები და წალა.